ციცოცხლის დედა ხარ ბედნიერი ვარ რომ გაგიცანი მე უკვე შენი მეგობარი ვარ გამაოცა შენმა სილაფაზე გამაოცა შენმა წელმა ბერებმა სიყვარულით შემოვიფრე სამყაროს და შევძახებ მიყვარხარ დედამცა სიყვარული სიყვარული დედა დედამიცა 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 ციცოცხლის და სიყვარული სიყვარული დედა დედამიცა ციცოცხლის და სიყვარული 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 დედა დედამიცა 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 ციცოცხლის და სიყვარული სიყვარული დედა დედამიცა დედამიცა რა ლამაზი ყოფილა ცა ღამე ყველაფერი ანათებს ეს პატარ-პატარა ნათობებიც რა ლამაზად ცინციმებენ ის ყვითელი ნეტავ რა არის ულტრაბგერავ არ გძინავს ვერ ვიძინებ დედამიწა ცა შეუყურებ რა ლამაზი ყოფილა დედამიწიდან დანახული ცა ხო ძალიან ლამაზია თვალს ვერ წვეთ ცისი ლამაზეს როგორ მინდა მომწურავად ვიცოდი კოსმოსის საიდუმლო კოსმოსი მართლაც რომ ულამაზესი და საიდუმლოებით მოცული სივრცეა იმ ერთი ციდა ვარსკვლავების სიმციმე აქამდე როგორ აღწევს ძალიან მიყვარს ის პატარა ლურჯად მოციმციმე ნათურები უზარმაზარი ვარსკვლავებია რომელსაც ჩემამდე მოსვლისას ჩამოუქროლე მართლა აქედან როგორი ცისკნები ჩანან ხო ცისკნები ჩანან თუმცა აქედან დანახული ბევრი ცისკნა ვარსკვლავი სინამდვილეში ჩემზე ბევრად დიდია უფრო მეტიც არა მხოლოდ დედამიწის არამედ მზის სიდიდესაც ჭარბობენ რა საინტერესოა ის ყვითელი რა არის რომელი ვარსკვლავია ეგ მთვარია დედამიწის ამრჩევი თანამგზავრი რა ლამაზია მომიყევ იმასზე როგორც გითხარი ეგ მთვარია ის დედამიწის გარშემო მოძრაობს ისე როგორც მე მზის გარშემო ასევე ის ისევე ბრუნავს თავის ღერძის გარშემო როგორც ყველა სხვა პლანეტა თუმცა მთვარე ძალიან განსხვავდება ჩემგან იქ არც აერია, არც ამინდი და არც ცოცხლე. ის ერთი უღიმღამო ადგილია, სადაც დღისით პაპანაკება სიცხეა. ღამით კი აუტანელი ყინო. როგორ გაჩნდა მთვარე? როცა ახლა შექმნილი ვიყავი, პლანეტა დამეჯახა. დაჯახებიდან კლდის ნატეხები მოწყდა და კოსმოსში გაიფანტა. შენთვის ჯერ არ მithქვამს, რომ მე მიზიდულობის ძალა მაქვს. მიზიდულობის ძალა? ხო, მიზიდულობის ძალა. ამ ძალას გრავიტაცია ეწოდება. სწორედ ამ გრავიტაციის შედეგად ჩემგან მოწყვეტილმა კლდის ნატეხებმა ჩემს ირგვლივ დაიწყეს ბრუნვა, რომლების თანდათან მთვარედ გარდაიქმნენ. რა საინტერესოა? ხო, საინტერესოა. მთვარის ზედაპირი ძაბრისებური ხვრელებით, ეგრეთ წოდებული კრატერებითაა დაფარული. ზოგი კრატერის დანახვა უღრუბლო ღამით შეუიარაღებელი თვალითაც კი შეიძლება. სიბნელეში იმიტომ ხედავ მის კაშკაშს, რომ ის მზისგან მომავალ შუქს ირეკლავს. როგორც გითხარი, მთვარე ჩემს გარშემო ბრუნავს. მისი ფორმაც ამის მიხედვით იცვლება და მის ყველა მდგომარეობას თავის სახელი ჰქვია. მაგალითად, ახალი მთვარე ჰქვია ისეთ მთვარეს, როდესაც მას მზის შუქი არ ეცემა და მისი დანახვა შეუძლებელია. ზრდად მთვარეს უწოდებენ იმ შემთხვევაში, როცა მზის შუქი თანდათან ბრუნდება მთვარისაკენ, თითქოს ივსება. ყოველ 28 დღეში ერთხელ მთვარის ცალი მხარე, რომელიც ჩემკენაა მოქცეული, მთლიანადაა განათებული. მას
სავსე მთვარე ჰქვია. ხოლო როცა მთვარე თავის ორბიტაზე მოძრაობას განაგრძობს, მას უფრო და უფრო ნაკლები შუქი ეცემა. მთვარე თითქოს პატარავდება. მას მცხრალი მთვარე ეწოდება. როგორც მითხარი, მთვარე მზის შუქითაა განათებული. ეს გასაგებია. მაგრამ თავად მზე იქნებ თავად მზეზე მომიყვერა. ეხლავე მეგობარო, როგორც ადრე გითხარი, მზე ვარსკვლავია. ის გავარვარებული აირის ვებერთელაბურთია, რომელიც დიდ სინათლესა და სითბოს ასხივებს. რასაც დედამიწელები მზის ნათებას ვეძახით. მზე იმხელა, რომ დედამიწის ზომის მილიონობით პლანეტას დაიდევს. ის ერთი შეხედვით თითქოს იწვის, მაგრამ სინამდვილეში უზარმაზარი ბომბივით გამუდმებით ფეთქდება. მზის ზედაპირს ფოტოსფერო ეწოდება. აბაგაი მეორე ფოტოსფერო. მზის ზედაპირზე ტემპერატურა 5500 გრადუსია. ეს ძალიან მაღალი ციფრია. შენ მანდამდე თვლა ჯერ არ იცი, თუმცა როცა ისწავლი მიხვდები, რომ ეს მართლაც მაღალი მაჩვენებელია. ანუ ძალიან ცხელია? ხო, ძალიან ცხელია. სინათლისა და სითბოს გარდა ის უჩინარი ნაწილაკების ნაკაცაც გამოსტორცნის. ამას მზის ქარი ჰქვია. მზის ქარი? ხო, მზის ქარი. როცა ეს ნაწილაკები ჩრდილოეთსა და სამხრეთ პოლუსს გაივლიან, ჰაერს წითელ, ლურჯ, მწვანე და იისფერ ფერებად ანათებენ. მას ჩრდილოეთის ციალს უწოდებენ. ჩრდილოეთის ცია რა ლამაზია. მაგრამ დედამიწა ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსი რომ არ ვიცი რა არის. მართალი ხარ ულტრაბგერო. ესენი ჯერ არ გვისწავლიან, თუმცა მაგასაც მალე ვისწავლით. იცი რა მოვიფიქრე? რა მოიფიქრე? მოდი დღისით შენი პლანეტის სიმდიდრეები გამაცანი. ღამეთ კი კოსმოსი. ძალიან ლამაზად ჩანს ღამე ვარსკვლავებით მოჭედილიცა. კარგი ჩემო მეგობარო, თუმცა აქვე გეტყვი, რომ ღამე დედამიწაზე ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება. რისი ცოდნაც დარწმუნებული ვარ აუცილებელია. დედამიწაზეც? ხო, დედამიწაზე შენ ჯერ კიდევ არ გაგიცნია დედამიწის ბინადრები, მათი დღისა და ღამის ცხოვრება. არც დედამიწის გულში მიმდინარე პროცესებზე გსმენია რაიმე. დარწმუნებული ვარ, ძალიან დაგაინტერესებს. თავარია მოთმინდები და ძირფესიანად გავყვეთ ყველაფერს, ისე რომ არაფერი გამოგჩეს. გავყვეთ მოთმინებით, სულაც არ ვარ წინააღმდეგი. თუმცა ვიდრე ახალ თემას შევეხებოდეთ, მანამ ის გაიმეორე, რაც აქამდე ვისწავლეთ, რომ ღრმად გაჯდეს შენს გონებაში და არაფერი დაგავიწყდეს. კარგი მეგობარო, მე გადავიმეორებ, შენ დაისვენე. კარგად ჩავიბეჭდავ გონებაში ყველაფერს და შემდეგ კვლავ განვაგრძობ გაცნობა. კეთილი ჩემო მეგობარო, აბა დროებით. დროებით